კიდევ ერთხელ მოგესალმებით კომერსანტის დილა აგრძელებს თქვენთვის მუშაობას და როგორც უკვე დავაანონსეთ 4-შაბათის ტრადიციული რუბრიკის დროა და დღესაც ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, ძალიან საინტერესო მიმართულება, უფრო კონკრეტულად კი ბიზნესი სამეზობლოებში და ჩვენ სტუმრებიც შემოვისად ამ თემას გაშლიან ნათია ურახელაშვილი, Citycom-ის account manager და ნინი წარიაშვილი, Citycom-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა გადაცემაში სტუმრობის რამდენიმე უკვე კვირის განმავლობაში ჩვენ შევეხეთ ზოგადად სამეზობლოებს, Citycom-ის როლს ამ ასე ვთქვათ სამეზობლოების უფრო ერთგუნდად შეკვრაში და შემდგომში დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა დღეს პირველად ვეხებით უკვე ბიზნესის ნაწილი, შემოდის ბიზნესის ნაწილი სამეზობლოსთან ურთიერთობაში. მოდი აი ამის ახსნით დავიწყოთ კონკრეტულად როგორ რა მექანიზმებით და რისთვის შემოდის ბიზნესი უშუალოდ სამეზობლოებთან, ეს იქნება საინტერესო. კი ბატონო, როგორც მანამდე ვისაუბრეთ, Citycom-ის სამეზობლოების სერვისი არის, რის მეშვეობითაც განკარგავენ სხვადასხვა თანხებს მათი საჭიროებისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ ბიზნესაც შეიძლება ქონდეს ამ ყველაფერში ინტერესი და საჭიროება და პრაქტიკა ზუსტად ეს გვიჩვენა, რომ ზოგადად მიღებული ფაქტი არის, რომ ბიზნესის ლოიალური მომხმარებლები, განსაკუთრებით ლოკალური ბიზნესებისთვის მეტნაკლებად, მის გარშემო ტერიტორიაზე იმყოფებიან, სამეზობლოებში და რო დაუფიქრდეთ, ყველა ბიზნესი მეტნაკლებად, მაინც პირველ სართულებზე არის, ყველა კომერციული ფართები, სხვადასხვა ინდუსტრიები, იქნება ეს სასურსათო, აფთიაქები, საბანკო სექტორი და ასე შემდეგ. მოკლედ, ის ყველა ბიზნესი იმყოფება სამეზობლოების მეზობლად და ზუსტად Citycom-ის მეშვეობით ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობა და ინიციატივა ბიზნესებისგან რომ ბიზნესები დაუმეზობლდნენ მათ ლოიალურ მომხმარებლებს და შეიტანონ წვრილი სამეზობლოს განვითარებაში, იმიტომ რომ ისინიც ანალოგიურად მეზობლები არიან, მოიხმარენ საერთო საკუთრებას იმ ფართებს, სადაც იმყოფებიან და ამ ყველაფერს ზრუნვა პატრონობა სჭირდება და ისინიც აქტიურად ერთვებიან უკვე სამეზობლოზე ზრუნვაში. ანუ ბიზნესი ფაქტობრივად თავისი ნების საფუძველზე ახდენს სხვადასხვა გადაწყვეტილებას მიიღებას, ხო? კი ბატონო, თავის ნებით მოხდა ეს ყველაფერი და მანდან წამოვიდა ეს ინიციატივა. და საინტერესოა მთლიანობაში როგორ ეხმარება როგორც კორპუსის სამეზობლოს, რა მიმართულებები შეიძლება იყოს, რითიც პოზიტიური გავლენა აქვს და ეფექტი შემდგომში ეფექტის გადაცემა უშუალოდ ამ სამეზობლოებს. კი ბატონო, ძირითადად ბიზნესის პოზიტიური ეფექტი გამოიხატება იმაში, რომ ბიზნესი ერთვება სამეზობლოში როგორც მეზობელი და ყველა მეზობელთან ერთად იხდის სამეზობლოს გადასახადს, რაც Citycom-ში მოიაზრება, ეს ინდივიდუალურად გამოითვლება ყველა სამეზობლოსთვის და ამით სამეზობლოში წვრილი შეაქვს იმისთვის, რომ პირველ რიგში თავის აუდიტორიას და ლოიალურ მომხმარებლებს დაეხმაროს მათ კორპუსის მოვა პატრონობაში და ეს როგორც სამეზობლოსთვის და კორპუსის მენეჯერებისთვის პირველ რიგში დამატებით შემოსავალი არის, რომ უფრო მეტი სახსრები გქონდეთ იმისთვის, რომ გადაიხადონ კორპუსის კომუნალური გადასახადები, მაგალითად, ან რამე პროექტები განახორციელონ სამეზობლოში და ბიზნესისთვის ეს მეორეს მხრივ ბრენდის გაძლიერება არის, ლოიალურ აუდიტორიაზე ზრუნვა არის. იმიჯის ამაღლება, CSR პოლიტიკას რასაც ვეძახით ხოლმე, არანაკლებია ესეც, ხო? საინტერესოა ეს მიმართულებით ზოგადად CSR პოლიტიკას, რასაც კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, წლების განმავლობაში ეტაპობრივად ჩვენთან, ასე ვთქვათ, ვითარდებოდა გარკვეული მსხვილი კომპანიები, რომლებიც მაღალ სტანდარტებზე ადიოდნენ და ადიოდნენ, ამ მიმართულებითაც დღესაც აქტიურად მუშაობენ, ხო? და იხვეწებიან მუდმივად აი ზოგიერთი კომპანია, მაგალითად, განმწვანებას აკეთებს სხვა ტერიტორიაზე, ზოგი სხვა ფორმით ეხმარებიან. საინტერესოა, უშუალოდ სამეზობლოს შემთხვევაში ეს ახალი მიმართულება მაინც ბიზნესის ასე ვთქვათ დახმარება სამეზობლოსთვის თუ აქამდეც იყო პრეცედენტები, ეს განვითარების დონე როგორია ამაზეც რა ვთქვათ? რეალურად აი როგორც აღნიშნა, თითქმის ყველა კორპუსის პირველ სართულზე არსებობს რაღაც ბიზნესები, კომერციული ფართები და ასე შემდეგ და ისინი იღებდნენ მათ პასუხისმგებლობას და იაზრებდნენ, რომ რადგან საერთო საჭიროება არის და უნდა იყოს ყველა ჩართული, ისინიც აქტიურად ერთვებოდნენ და ზუსტად, რა ვიცი, ჩვენც ამან დაგვაფიქრა მათი მოთხოვნების საფუძველიდან გამომდინარე, რომ რატომაც არა ბიზნესებით ჩაერთონ როგორც მეზობლები სამეზობლოში და ჩვენი ელექტრონული ყურების საშუალებით შეეპყროდეს მათი გადახდილება. აი ზუსტად მაგის გაგრძელება მინდოდა მაგ კითხვის
თქვენი პროექტი არის მნიშვნელოვანი, Citycom-მა დაინახა, რომ აქ შესაძლებლობის ველი და არეალი არსებობდა და შემდგომში ფაქტობრივად კითხვაც ლოგიკური ჩნდება, როგორ შეუძლიათ ბიზნეს და სამეზობლოს უკვე საერთო ურთიერთობა დაამყარონ წარმატებულად, ან რა მექანიზმია ამ პროექტში. კი, ზუსტად ამ მოთხოვნის საფუძველზე ჩვენ დავინახეთ საჭიროება, რომ შეგვექმნა იდეა ბიზნესის სამეზობლოსთვის და ყველა ბიზნესი, ასე ვთქვათ, ჩაგვერთა როგორც მეზობელი, აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა როგორც მეზობლებს სტანდარტულად და როგორც აფთიაქები, სასურსათო ქსელები და ასე შემდეგ, ბანკებიც მათ შორის ძალიან აქტიურად არიან ჩართული დღის მდგომარეობით Citycom-ის საშუალებით სამეზობლოს თანხების საჭირო ასაგროებლად, თანხების ასაგროებლად. კი ბატონო, ანუ აქ არ არის ალბათ კონკრეტულად ერთი ბიზნეს სეგმენტი, ხო? აი მაგალითად იგივე საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია, ან საფინანსო სხვადასხვა მიმართულება. არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესის ზომას, ლოკაციას და ასე შემდეგ. თავარია რომ მათ სრული გამოთქვა და მათი დიდი ხანია რაც ეს პროექტი ჩაეშვა და მიმდინარეობს უშუალოდ. არ არის დიდი ხანი, რამოდენიმე თვე არის, თუმცა ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამას ბიზნესებისგან და ძალიან აქტიურად მიდის მათი ჩართულობა ამ საკითხში. კი ბატონო, ხო, ეს ძალიან კარგია და მეორე მხრივ ალბათ იმის საფუძველსაც გვაძლევს, რომ რაც გვდევდა პრინციპში და ვსაუბრობდით ხო, რომ კორპუსებში რომ ეს ყველას პასუხისგებლობა, იმიტომ თქვენ თვითონ ცხოვრობთ, ესე იგი ეს ადამიანების და ბიზნესიც იაზრებს. თან ერთი ალბათ საკითხი ისიც არის, რომ ბიზნესი ამ მიმართულებითაც ხედავს მისთვის სარგებელს. ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ადამიანი ნაბიჯს დგავს, იმ ნაბიჯისგან შესაბამის სარგებელი უნდა მიიღოს. მე პირადად ალტრუიზმის არ მჯერა. და მგონია, რომ ყველა საბოლოო ჯამში რაღაცას აკეთებს იმისთვის, რომ სარგებელი მიიღოს, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრება სტიმულებია და სავარაუდოდ ბიზნესმაც სარგებელი დაინახა და ნუ მეზობლებმა ხო დაინახეს და პრინციპში სხვა მხრიდან მეზობლის თვალით რო შევხედოთ, როგორც ცალკე მომხმარებელი, როგორც მეზობელი, ხო? ესეთი თვალით რო შევხედოთ, ბიზნესი, რომელიც მე პირობითად არის ბიზნესი, რომელიც კონკურენციაშია სხვა ბიზნესებთან, მაგრამ ეს ერთი კონკრეტული კომპანია თუ მე ამ სიკეთეს მიჩენს, გინდა არ გინდა, მე მაინც ლოიალური აღქმა მაქვს, ხო და შესაბამისად ალბათ ისიც დადებითად აისახება უკვე ჩემს, ასე ვთქვათ, მოთხოვნას. კიდევ ერთი კითხვა, რაც ასევე საინტერესოა და ამის გაგრძელება, რაც ხავ საუბრობთ და შეგვიძლია უფრო დეტალურად ვთქვათ ბიზნესის სარგებელზე. მოდით ეს გავშალოთ კიდევ უფრო კარგად, ბიზნეს სარგებელი მაინც რა არის? კი ბატონო, აი როგორც ახსენეთ, გააჩნია ვინ როგორ შეხედავს. ზოგისთვის შეიძლება ალტრუიზმის გამოხატვა იყოს, ზოგისთვის მართლა სარგებლის ნახვარი, როგორც მათ აუდიტორიაზე ზრუნვა და დამატებითი არხის გამონახვა, თუმცა ეს ჩვენი მხრიდან რაღაც კეთილნების გამოხატვა არის ბიზნესებისთვის და სამეზობლოებისთვის კიდევ ერთი გზის გამონახვა იმისთვის, რომ ყველამ თავის მიზანს მიაღწიოს სამეზობლო შემთხვევაში ეს ზრუნვა პატრონობა იქნება, ბიზნესის შემთხვევაში შეიძლება იგივე იყოს ან როგორც თქვი აუდიტორიაზე გასვლა, თუმცა Citycom-დან ჩვენ დავინახეთ აი მაგის შესაძლებლობა, რომ მაგალითად ბიზნესს რამოდენიმე გზა შევთავაზოთ იმისთვის, თუ როგორ შეიძლება რომ დაუმეზობლდეს ბიზნესს და ნახოს სარგებელი ბრჭყალებში. რა ვთქვათ, პირველი ვარიანტი არის, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ყოველს პირველად საზრად მოგდის, რომ თავის არსებულ ფილიალებს დაუმეზობლდნენ, ანუ სადაც ფიზიკურად იმყოფებიან იმ კორპუსების მეზობლები გახდნენ. კი, რა თქმა უნდა, კორპუსების რაოდენობა და უბნების რაოდენობა ბიზნესის სურვილზეა დამოკიდებული, რამდენშიც მოუნდება, იმდენში შეუძლება რომ ჩაერთოს. მეორე ვარიანტი არის, რომ მიუხედავად ფილიალებისა, ნებისმიერ უბანში აირჩიოს ნებისმიერი რაოდენობის კორპუსი, შეიძლება ფიზიკურად ბიზნესი არც იმყოფებოდეს, უბრალოდ მოუნდა საბურთალოში რაღაც 10 კორპუსზე ზრუნვის გამოხატვა და მასზე გახდეს მეზობელი ამათი კორპუსის. ან მესამე ვარიანტი არის მაგალითად ბიზნესთან დამეზობლობა, იმიტომ რომ ბუნებრივია ერთ კორპუსში რამოდენიმე ბიზნესი შეიძლება იყოს სხვადასხვა ინდუსტრიებიდან, თუმცა ბიზნეს მაგალითად მოუნდება მომიჯნავე ბიზნესთან დამეზობლება სხვადასხვა მიზნების გამო. ეს შესაძლებლობაც არის. ანუ ბიზნესებსაც შეუძლიათ ერთმანეთში დამეზობლონ და საერთო პროექტები განახორციელონ, ხო? საერთო პროექტები განახორციელონ, იმიტომ რომ მთელი იდეა ამის გარშემო არის ის, რომ ჩვენ ყველა მეზობლები ვართ და საბოლოო ჯამში ერთად ვზრუნავთ აი ამ ჩვენ მიზნებზე, რაც სამეზობლოში არის. და Citycom-ის ფარგლებში ეს თვითონ მეზობლებიც და ბიზნესებიც თვითონ სისტემაში, აპლიკაციაში ჩვეულებრივად როგორც მეზობელი გამოჩნდება ინტერფეისში და გამოჩნდება კონკრეტული ბიზნესის
ჩართულობა და კონტრიბუცია იმ სამეზობლოში, ანუ ჩვეულებრივი ფუნქციონალი ექნება როგორც ყველა მეზობელს და ყოველთვიური რეპორტინგები, ანუ ბიზნესი დაინახავს თუ რა შედეგები დადო მის სამეზობლომ და რეალურად რა შედეგი ქონდა მის ჩართულობას და კონტრიბუციას სამეზობლოში. კი ბატონო, და ნინ დავაზუსტებ, ანუ პირობითად მე საბურთალოზე მაგ გარკვეული ობიექტები და შემიძლია მაგალითად სხვა ტერიტორიაზეც, აი მაგალითად ორთაჭალაშიც მეზობლებზე ვიზრუნო. თავისუფლად, აბსოლუტურად, იმიტომ რომ თავარია ბიზნესმა ზრუნვა გამოხატოს და მას ლოკაციას არ აქვს მნიშვნელობა. ის აუცილებლად გამოჩნდება სისტემაში, რომ აი მაგალითად შენს მეზობლად არის ეს მაღაზია პირობითად და მან გარკვეული თანხა დადო იმისთვის, რომ შენ სამეზობლო მიზრუნოს საერთოზე. კი ბატონო, დაახლოების თვალსაზრისით თან ძალიან მაგარი რაღაცაა, ხა მეზობლობის კულტურა სადაც განვითარებულია ზოგადად, მთელი რიგი კომფორტია, მოკლედ ყველასთვის საერთოდ, ვინც იქ ცხოვრობს და მათ შორის ხა ბიზნესიც როგორ მეგობრდება, ეს ცალკე საკითხია. ნათია, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მოდი ამასაც შევეხოთ, თქვენ ახსენეთ მათ შორის, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვეაც ეს პროექტი ჩაეშვა და უკვე მოთხოვნაც ასე ვთქვათ გაჩნდა. ეს მათ შორის იმასაც გულისხმობს პრინციპში, რომ Citycom-ის მიმართ ნდობა მაღალია, იმიტომ რომ ამას ტყუილად არავინ ბიზნეს სექტორი მით უმეტეს რომელიც ყოველთვის ფრთხილია თავის გადაწყვეტილებებში, ეს ტყუილად არ გააკეთებდა. მოდი ვთქვათ, რომ ეს არის საწყისი ეტაპი და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტი ბიზნესი ჩაერთება. შემდგომაც ლოგიკური კითხვა ჩდება, თუ როგორ უნდა ჩაერთოს ბიზნესი Citycom-ში, აი ეს კონკრეტული პროცედურებიც რომ გითხრით. კი ბატონო, მთავარი ბიზნესმა გამოთქვა სურვილი, რომ სურს სამეზობლოში ჩართვა და ზრუნვა საერთოზე. დაგვიკავშირდეს Citycom-ში და ჩვენი account manager-ები სრულად დაეხმარებიან ამ პროცესების თავიდან ბოლომდე მიყვანაში. რეალურად როგორც ნინი აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა ლოკაციას, კორპუსის სიდიდეს, რაოდენობას, ზომას. აქედან გამომდინარე, თავად ირჩევენ თვითონ ბიზნესები, თუ რომელ კორპუსს უნდა შეუერთდნენ და ვისზე უნდა იზრუნონ. მინიმალური საწევრო გადასახადი, ასე რომ ვთქვათ, 100 ლარი არის განსაზღვრული. და თუ ბუნებრივია ახლა ორი ბიზნესი ჩაერთვება, ამაშიც არ არიან შეზღუდულები, ბიზნესი ბიზნესზე ზრუნავს და აქედან გამომდინარე ერთად მე უკვე სამეზობლოზე და საერთოზე და აქედან გამომდინარე მე უკვე საბოლოო ჯამში როგორც ბიზნესი, ასევე სამეზობლო და კორპუსის მენეჯერის კმაყოფილი არის უკვე რომ ერთობლივი ძალებით და ერთობლივი საქმიანობით კეთდება უკეთესი მათი კორპუსისთვის, ხო? ამიტომ ყველა მეზობელია, ჩვენ ყველა მეზობლები ვართ. და შესაბამისად ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ საერთოზე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და ამ პროექტსაც წარმატებები. აქამდე გქონდა გარკვეული ინფორმაცია, სიმართლე გითხრათ, ესეთ ტიპის პროექტზე და მაშინვე ძალიან დავინტერესდი და დიდი ინტერესიც გქონდა მათ შორის, აქაც უფრო მეტი დეტალი გამეგოდა. ნუ ეს კვირას ტრადიციულად ძალიან ინფორმატიული და საინტერესო იყო. შეგახსენებთ, რომ ჩვენი რუბრიკა 4 შაბათის ეს რუბრიკა არის მოკლედ როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე Citycom-თან ერთად. დღეს საუბრობდით უშუალოდ ბიზნესი სამეზობლოებში, რას როგორ აკეთებს და რატომ აკეთებს და რატომ არის ეს ყველასთვის კარგი და ჩვენი სტუმრები იყვნენ ნათია ორახელაშვილი, Citycom-ის account manager-ი და ნინი წარიაშვილი, Citycom-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დღეისთვის სულ ეს იყო, შემდეგ კვირაში მოკლედ გელოდებით ტრადიციულად საინტერესო თემით.